დაახლოებით 1 საათი მჭირდება ხოლმე რომ მივიდე სადაც ტრანსპორტი მოძრაობს ძირითადად. რა ვნახოთ. გააჩნია რა, ზოგჯერ შეიძლება შემხვდეს მანქანას გავყვე. ზოგჯერ საერთოდ არ დადის მანქანა და ამიტომ მიწევს ხოლმე ფეხით გავლამგზის. ტრანსპორტი თუ არ არის, ძირითადად მიწევს ხოლმე ბირკიანამდე კილომეტრ-ნახევრის გავლა. იმიტომ რომ ომალოში არ გვაქვს ტრანსპორტი და სიმწერი არის თქო ტრანსპორტის მოძრაობის ბირკიანში, ამით უფრო მეტი შანსი არის დაიჭიროთ ტრანსპორტი. ყოველ დღე მიწევს ამგზის სწავლა. პეტიციით მიმართეს მაისში. ჯერ კიდევ მაშინაც იდგა ამის პრობლემა, რადგან ლოკდაუნი ახალი გამოცხადებული იყო და ხალხი რო არ იყო მზად უფრო სწორედ ამ პანდემიისთვის და ლოკდაუნისთვის უწოდოთ ხოლმე მაგალითად სხვისთვის დაბარება მანქანით ან თვითონ ჩასვლა მანქანით ახმეტის მუნიციპალიტეტში. რამე იყიდეთ მაგალითად სურსათისთვის. ახლაც რეალურად სიტუაცია არ შეცვლილა. მანქანით ვინც არის ის დადის რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტში და ვისაც არ აქვს მანქანა და მაგის შესაძლებლობა საერთოდ არ გააჩნია, უწევთ ხოლმე დაკმაყოფილდნენ იმით, რაც არის ხეობაში. თუ ომალოში ვერ დაიჭერს ტრანსპორტის სიტყვაზე, ხო? ან არ მოვიდეს ტრანსპორტი, მაშინ უწევთ ხოლმე ომალოდან ბირკიანში სიარული. ახალგაზრდები, იმიტომ რომ დუისში შეიძლება ვარჯიში ჰქონდეთ, იმიტომ რომ იქ არის გახსნილი ჭიდაობის დარბაზი, ეს ახალგაზრდები ვარჯიშობენ, არის სმენები. და სმენებს, როდესაც შებიან, უკვე არის ხოლმე საღამო, მით უმეტეს ზამთრის პერიოდში, ღამით თქმის ასე ვთქვათ. და ღამით უკვე ბავშვების სიარული არის ხოლმე ძირითადად ამ ფეხით, ან დუისიდან რეალურად ომალოში ამოდიან ფეხით ეს ბავშვები. და გზაში თუ რა თქმა უნდა არ შეხვდათ ავტომობილი. ამიტომ მუნიციპალური ტრანსპორტი რო იყო საღამოს ხანებში მაინც ხო, მაგალითად დუისიდან ან ახმეტიდან ომალამდე, ბირკიანამდე სულ ერთია, მნიშვნელობა არ აქვს. ეს პროცესი უფრო გაუძლდებოდა ახალგაზრდებას. ეს არის ტერიტორია, რომელსაც ქვია ომალოს გადასახოვი ბირკიანში. ამ ტერიტორიაზე ჩერდება ომალოს მოსახლეობა იმისთვის, რომ დაიჭროს ტრანსპორტი. ველოდები ავტომობილს, რომ გამიყოლოს დუისში. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც გვიწევს ჯოყოლოს ცენტრამდე ჩასვლა, იმიტომ რომ ზოგი ადამიანი დუისში არ მიდის და მაგალითად დუმასტურში გადადის ჯოყოლოდან, სადაც დამაკავშირებელი ხიდია. რადგან სხვა ალტერნატივა არ არის ამისთვის, გვიწევს ხოლმე სიცივეშიც და თოვლშიც იგივე გზის გავლა. თავისებურად რთულია, როდესაც ტვირთი გაქვს და ასევე ბავშვს უნდა მიაქციო ხოლმე ყურადღებაც, მაგრამ ისევ მეორდები, რომ ალტერნატივის არ ქონის გამო ხალხს უწევს არ მიაქციოს რაღაც დისკომფორტს ყურადღება და როგორმე მოხდეს ბირკიანში. მოსახლეობის მხრიდან იყო შეგროვებული ხელწერილები, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტში შეიტანეს 2020 წლის მაისში. იყო პირობა, რომ ამაზე მუშაობას დაიწყებდნენ, მაგრამ დღემდე ვხედავთ, რომ აღნიშნული პრობლემა ზოგჯერობით არ არის მოგვარებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ დავიწყოთ უკვე მუშაობა. სავარაუდოდ ისევ ახლიდან შევაგროვებთ მოსახლეობის მხრიდან ხელმოწერებს და 2021 წლისთვის უკვე შევიტანთ ახმეტის მუნიციპალიტეტში აღნიშნულ პროექტს. გამარჯობა თქვენისმოთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 6 საათზე რადიო ეთერში რიზვან გორგიშვილი მუშაობს. ბანკის ხეობაში ბოლო 24 საათში COVID ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი სულ 72 შემთხვევა დადასტურდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა. ომალოში, დომასტურსა და ხალაწანში სულ 9 ინფიცირებული პირის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. 28 ნოემბრიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შესაძლებლობის გამო ადამიანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ასეთი იყო დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება 6 საათზე რადიო ეთერში მუშაობდა რიზვან გორგიშვილი. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ, ნახვამდის. وعليكم السلام.